Georgian American Voice წარმოგიდგენთ გადაცემას ქუჩის აკადემია. როგორ მოყვეთ ისტორიას. ანუ აი ესეთი სახელის ლექციაზე თუ გამოსვლაზე მე პირადად არ წავიდოდი, იმიტომ რომ ვისთვის უნდა მოყვეთ, რა ისტორიას უნდა მოყვეთ, ანუ არაფერი არაა მითითებული. ცუდი სახელია ძალიან. ანუ ესეთი წიგნია უნივერსალური ჟურნალისტი და იქ გვასწავლიან როგორ დავარქვათ საგაზეთო სტატიას ისტორია, სახელი. ანუ ესეთი რჩევა რომ აი წარმოიდგინეთ, ხედავთ რაღაცას და ეს რაღაც გინდათ რომ იმდენად შემზარავია რომ უნდა მოუყვეთ ვიღაცას ვინც არის მთის წვერზე. ამიტომ არ ბიხართ ამ მთის წვერზე ქოშინებთ, დაიღალეთ და წარმოიდგინეთ ახვედით მთის წვერზე და აი სუნთქვა რაზეც გეყოფათ ის რამდენიმე სიტყვა. აი ეს არის იდეალური სათაური. და ეხლა წარმოიდგინეთ ქოშინით ახვედით მთის წვერზე და აი რა უნდა გქონდეთ დანახული რომ თქვათ რომ როგორ მოყვეთ ისტორიას. მაგრამ მე გამიმართლა მაგრად, იმიტომ რომ ანუ აი ამ ფონზე შეიძლება გვეგონოს რომ ზუსტად უკავშირდება ეს სახელი და ის რაზეც უნდა ვილაპარაკო ერთმანეთს. იმიტომ რომ ამ შენობაზე კარგად ალბათ არაფერი არ მოყვება ისტორიას. ინგრევა ეს შენობა, ანუ პიონერთა სასახლე იყო, როგორც ვიცი და წარმოვიდგენთ ამ შენობის ქვეშ კანალიზაციას. წარმოიდგინეთ რამდენი ნორჩი პიონერის წაუღია ყვირილაში ამ კანალიზაციას ან ელექტროხაზები, რომელიც მოდის აქ, რამდენი ჩიტი მჭდარა. ანუ რეალურად ძალიან ბევრ რამეს გვიყვება და ადამიანები ვისაც ახსოვთ ეს შენობა და ვინც დარჩა ალბათ ძალიან მალე ისინიც გაქრებიან, მალე ეს შენობაც გაქრება. ნუ მოკლედ საუკეთესო ადგილია ამ თემაზე სალაპარაკოთ, მაგრამ ამიტომ არ დამირქმევია ეს სახელი, უბრალოდ სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, როცა მითხრეს ქუჩის აკადემიაზე. ზომბმა როცა მითხრა, მაშინ ჩემ თავს უსვავდი იგივე შეკითხვას, როგორ მოყვე ისტორიას. და აი ამიტომ დავარქვი ეს სახელი. ხა რამდენად ამართლებს თავის თავს, ანუ რიცხვი რა ყოფილიყო ამ სახელში, თქვათ, ისტორია, რომელიც 10 წუთში შეგცვლით, ან 5 წუთი გრძელდება ისტორია და მე რაც მოხდება, მოკლედ, ან ძალიან ეს გაამართლებდა, მაგრამ ეხა ცარიელი ისე გამოკიდებულია, როგორც აი თოვლივით თეთრი ბილბორდი მაგალითად, არაფერს არ გვეუბნება და მეც არ ვიწყებ, არ გადავდივარ სპეციალურად იმაზე, რაც მინდა გითხრათ თუ არ ვიცი. მინდა გითხრათ ის, რომ ანუ ბოლო 1 წელია დაახლოებით ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ 20-მდე პერსონაჟის ტყვეობაში ვარ, ანუ ეს პერსონაჟები არიან პიესებიდან და სერიალიდან. სერიალის პერსონაჟებს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ანუ ვინც მაწუხებს და ზოგადად პერსონაჟი ძალიან ცუდი ვინმეა, ანუ ყველა პერსონაჟი, რომელსაც ჩვენ გავაჩენთ, არის ჩვენი რაღაც, ანუ მონსტრიც რო ყავდეს პერსონაჟი, ის მონსტრიც ჩვენი ბუნების იქნება, აი რაღაც პატარა დრაკონი, მასაც ალექსის ბუნება ექნება რაღაც დოზით. და ისტორია მოკლედ ეს პერსონაჟები რაც არ უნდა მოვიფიქრო მე პირადად დროგ ჩდება ეს პერსონაჟი და ამის თქმა მე შემიძლია ამბობს. და შესაბამისად ზუსტად ეგრე არ ვიტყვი, მაგრამ სხვანაირად ვიტყვი, სხვანაირად მოვყვები ამ ისტორიას. და ნუ ესე მართმევს, ანუ შემი რეალურად აღარაფერი არ მაქვს. და აი ესეთი გამოთქმაა, რომ ანუ სცენარისტი, დრამატურგი გავსო შეშლილ ავტო
ინსპექტორს, რომელიც იმის მაგივრად რომ მოაწესრიგოს მოძრაობა, მანქანებს ერთმანეთს აჯახებს და აი ზუსტად ესე ვაჯახებთ ჩვენ პერსონაჟებს, თორე აი რაუნდო და თქვა შექსპირს რაც დააჯახეს რომეო და ჯულიეტამ, ჩვენივრად იცხოვრებდა ცალ-ცალკე, ხო? რომეოს გაიზრდებოდა ღიპი, ეყოლებოდა ცოლი, მოკვდებოდა მშვიდად ბედნიერად. მაგრამ დააჯახა ეს ორი ერთმანეთს და აქედან გაჩნდა ისტორია. რა არის ახლა საინტერესო ამ ისტორიაში? იმას არ გულისხმობ შექსპირს. ზოგადად ყველა ყვება ისტორიას. ყველას უნდა საინტერესო ანეკდოტსაც რომ მოგვიყვებიან, ერთი სული გვაქვს რომ მივიდეთ და ვინმეს მოუყვეთ. აი მაგალითად მე მომიყვენ ეგეთი ანეკდოტი და ერთი სული მქონდა, როდის მოუყვებოდი, რომ ბადრიჯანები გაქვს ყურებშიო. არ მესმის ბადრიჯნები მაქვს ყურებშიო. ანუ ეს არაა სასაცილო, მაგრამ ანუ ყველას უყვარს მოკლედ ამ ისტორიების გამეორება, ისტორიების მოყოლა. ანუ მშობლები უყვებიან შვილებს ისტორიებს, შვილები მერე ატყუებენ და უყვებიან სხვა ისტორიებს მშობლებს, თავის მეგობრებს. ყველაფერი ისტორიას ყვება, მდუმარების აღთქმას როდებს ტიპი, ისიც ისტორიას ყვება და საუკეთესო ისტორიები, რაც ჩვენ მოგვისმენია, არა თხრობით, არამედ მოქმედებით მოგვისმენია. და ეს სიტყვები არის არისტოტელეს პოეტიკიდან და მე პირადად აი დღემდე სულ გაკვირვებული ვარ ხოლმე, როგორ მოახერხა ადამიანმა და სულ გაკვირვებული ვიქნები, ვერასოდეს ვერ მივხვდები ბოლომდე, როგორ ხდება ის, რომ ადამიანმა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში დადო რეცეპტი იმისა, თუ როგორ მოყვეთ ისტორიას. და ისიც რომ ჩვენ ყველანი მოვედით და ვთქვით, რომ უი როგორ გავს ეს ამფითეატრს, ოი ჭეშმარიტი აი ძველი ბერძნები რომ გავიხსენეთ არისტოტელეს გამო, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ჩვენ მოგცა ძირითადი ფორმულა. მას მე არ შეცვლია, რაც არ არის დაუწერიათ დრამატურგიაზე, ისინი ყოველთვის იმეორებენ არისტოტელეს და ნუ ამაზე დგას ყველაფერი და ყველაზე საინტერესო რაც ამოვარჩიო თქვა არისტოტელეს პოეტიკიდან არის ის რომ როცა ის ამბობს პოეტზე, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიგულისხმოთ დრამატურგი, სცენარისტი, რომ პოეტი წერს იმაზე, რაც არა იმაზე, რაც მოხდა, არამედ იმაზე, რაც შეიძლება მომხდარიყო. ანუ ეს არის ხაზგასმა იმაზე, რომ რეალურად ნარატივი ეფექტურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აუთენტურობა ამ შემთხვევაში. ამაზე ამბობდა, ანუ ჩვენც რეალურად ვცხოვრობთ იმის გამო, თუ რა შეიძლება მოხდეს. წარსულსაც კი ისე ვუყურებთ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო და აი ამის მიხედვით ვაფასებთ მოვლენებს. მოვლენაც არის ამ არისტოტელეს პოეტიკიდან და ის ამბობს, ანუ ძალიან ზუსტად ამბობს ყველაფერს, თქვათ იმასაც ამბობს, რომ დამწყებ წერილებს ძალიან მარტივად შეუძლია დიალოგების წერის სწავლა და ძალიან რთულია, რომ ააგო მოქმედებითი ამბავი. და მიყვება მე ამას. შემდეგ ანუ თქვათ ისტორიის, რატო ყვებით ამ ისტორიებს, რა გვამოძრავებს საერთოდ? აი ჩეხოვი ამბობდა, რომ წარმოიდგინეთ, რომ ტიპი შედის კაზინოში და დებს მთელ ფულს, რაც კი გააჩნია ზეროზე და აგებს. მოდის სახლში და თავს იკლავს. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მეორე ვარიანტი, რომ ტიპი შედის კაზინოში, მთელ ფულს დებს ზეროზე, იგებს, მოდის სახლში და თავს იკლავს. ანუ აი ეს მეორე არის დრამატურგიაო. ანუ აი ესეთ ისტორიებს ყვებიან დრამატურგები. ესეთი ისტორიების მოყოლა ღირს. ანუ ისტორიების თვითონ და არისტოტელეს მთავარი პიესა რაც ყავს მოყვანილი და ესა იდეალური პიესა რაც კი არსებობს სამყაროში სოფოკლეს ოიდიპოსი სწორედ ანუ ყველა თავის დებულების გასამართლებლად მოყავს ეს პიესა. რატომ მოყავს ეს პიესა და რა არის მასში ორიგინალური? თუნდაც ის იგივე მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ პერიპეტიები ხდება გამოცნობასთან ერთად. არის სულ მოქმედება, არალოგიკური ამ პიესაში არაფერია, არალოგიკური რაც იყო, სოფოკლემ დატოვა პიესის მიღმა. ჩვენც ზუსტად
ესე ვიქცევით და აი ეს გვამოძრავებს, როდესაც ვიწყებთ ანუ ისტორიის მოყოლას. მე მინდა რომ პატარა ნაწყვეტი წაგიკითხოთ. პიესიდან, რომელიც რეალურად აღარ არის პიესა, იმიტომ რომ არ მომეწონა და იმიტომ არ მომეწონა, რომ სწორედ ძალიან ბევრი წესი, რაც იმ კაცმა გვასწავლა, არის დარღვეული. მაგრამ ანუ ერთ-ერთ ნიმუშად ისტორიის მოყოლის მინდა წავიკითხო, ნუ არც ისე პატარა ეპიზოდია, მაგრამ მე მგონი მომისმენთ. ისტორია არის ეგეთი, ორი ბიჭი, მეგობრები, ხვდებიან ერთმანეთს ერთ-ერთის სახლში. ეს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ვინც არის არქიტექტორი, რომელიც მუშაობს ტაქსისტად. ის პოულობს ძაღლს და ძაღლს ქვია გოდო, შემდეგ ირკვევა და ეს ძაღლი შეძვრება კარადაში, რომელიც არის ბაბუამისის მიერ ჩაშენებული და შესაბამისად ვერ გამოძვრება, არ გამოდის ცოცხალი თავით და ბიჭი ურეკავს თავის მეგობარს, რომელსაც მოაქვს მასთან საჭმელი ძაღლის, იმიტომ რომ მას ყავდა ძაღლი და ცოლმა წაიყვანა, როცა გაშორდა მასში. მოკლედ, კარადის წინ ბიჭი მუხლებზე დამდგარა და უსტვენს. ბიჭს ქვია ერთს ანდრო, მთავარგივნის მეორეს ლადო. ანდრო გამოდი, სანთებელას ანთებს და კარადის ქვეშ იყურება. ანდრო რა გინდა მანდ? ჰეი, მოდი რა. კარზე ზარია. ანდრო დგება და კარისკენ მიდის. კარს აღებს, ოთახში შემოდის ბიჭი გრძელ წვერსა და მომრგვალებულ მუსლიმურ თავსაბურავში. ხელში ძაღლის საჭმლით სავსე ტომარა უჭირავს. ლადო სად არის? ანდრო კარადისკენ ანიშნებს ხელით. ლადო სად? კარადაში ჩაკეტე? ანდრო არა, კარადის ქვეშ შეძვრა. ლადო სად კარადაში შეძვრა? აბა ძაღლი ვიპოვნეო? ანდრო ხო, ძაღლი ვიპოვნე. ლადო მე კარადის ქვეშ შეეტია? ანდრო არ არის დიდი ძაღლი. ლადო პუდელია? ანდრო არა, პუდელი არ არის. ლადო აბა? ანდრო არ ვიცი, აზრზე არ ვარ. ლადო ამიღწერე და გეტყვი რა ჯიშია. ანდრო რა აგიღწერო, გამოვა და ნახავ. თუ გაგამოდი საჭმელი მოგიტანეს. ლადო თქვი რა როგორია? ანდრო მახინჯი მიჭყლეტილი სიფათით. ნელის გავს ჩვენი ქიმიის მასწავლებელს. ლადო ნელი საყვარელი იყო რასერჩი ბაჯბაჯა. შეიძლება ფრანგული ბულდოგია, მაგრამ ეგ ვერ შეეტეოდა მან. ანდრო მგონი ლეკვია. ლადო მგონი, ბავში რომ დაინახო ვერ მიხვდები, ბავშვია თუ დიდი? ანდრო ხო ლეკვია, რამდენიცაა ზუსტად არ ვიცი. ლადო მოფსიხო არა? ანდრო ეგ რომელია? ლადო აი მოლაპარაკე აგენტი ძაღლი კაცე ადამიანი შავებშიდან. ანდრო არ ვიცი ეგ ფილმი. ლადო სად გაიზარდე? ანდრო ტრაქში რად მინდოდა ამდენი საჭმელი კი არ ვიტოვებ. ლადო მე აღარ მჭირდება, იქნებ არ მოაკითხოს პატრონმა და გარეთ ხო არ გააგდებ. სად იპოვნე ისე? ანდრო პარკთან მყავდა გაჩერებული ტაქსი, ვისვენებდი, კარი ღია მქონდა. მოვიდა და აღარ მომშორდა, დაჯდა და მიყურებდა, არ წავიდა, პატრონიც არ გამოჩნდა. ვიღაცებს ვკითხე და არავინ არ იცოდა ვისი იყო, ხო და წამოვიყვანე. შუა ქუჩაში ხო არ დავტოვებდი? ისი არ გინდა წაიყვანე, თუ არ მოვაკითხა არავინ. ლადო, იცი როგორ მენატრება ჩემი ძაღლი, ის კიდევ ჩემი ყოფილი ცოლი არ მაჩვენებს. ანდრო რატომ? ლადო ჯინაზე გეფიცები ჯინაზე, ვერ ვხსნი რატომ? არა დედასავით უყვარდი. ანდრო ვის ცოლს? ლადო არა ძაღლს. ანდრო ხო. ლადო სულ მე ვუვლიდი, არ გახსოვს? ანდრო კი როგორ არა? რას გაატანე მე? ლადო არ ვიყავი სახლში. ანდრო მოგყარა, ლადო მომკაცა. ანდრო ხო და აგერ ძაღლი თუ არავინ მოაკითხა, შეგიძლია წაიყვანო. ლადო დიდი სიამოვნებით, მაგრამ ვერ. ანდრო რატომ? ლადო მივემგზავრები. ანდრო საით? ლადო სხვა ქვეყანაში. ანდრო სხვა ქვეყანაში რა გინდა? სამოგზაუროთ? ლადო შეიძლება ეგრეც ითქვას. ანდრო სად მაინც? ლადო მცირე ყოყმანის შემდეგ პასუხობს. ლადო სირიაში. ანდრო სირიიდან აქეთ გამორბიან და შენ იქ რა გინდა ომია? ლადო ვიცი რომ ომია და იმიტომ მივდივარ. ანდრო ვერ გავიგე ომში მიდიხარ? ლადო არა სირიაში. ანდრო მუშაობას იწყებს ადმე წითელ ჯვარში? ლადო არა. ანდრო აბა მოხალისეთ? ლადო თითქმის. ანდრო რა თითქმის მოიცა? ეგ წვერი და ქუდი რა არის? რატომ გამოეწყო ეგრე? საერთოდ რატო არ დაარეკე ერთხელ მაინც? ლადო და შენ რატო არ დაარეკე? მაგრამ შენ ხო არ იკადრებ, შენ გონია რომ როცა მეგობარს ურეკავ ეგ მარტოობის აღიარებაა. შენ კიდე გწხვენია იმის აღიარების რომ მარტო სული ხარ. წამოდი შენც არ გინდა? ლადო ჯებიდან ამოიღებს ბილეთს და ანდროს წინ ააფრიალებს. ანდრო ეგ რა არის? ლადო ბილეთი სტამბულამდე, სტამბულიდან კი წავალ სირიის საზღვრებისკენ ეგ დამხვდებიან. ანდრო ვინ დაგხვდება? ლადო ძმა. ანდრო ვინ ძმა? სატყავს შენ ძმა? ლადო თანამებრძოლი. ანდრო ვინ თანამებრძოლი? ხوار გაარეკე ხუმრობ? ლადო არა. ანდრო არა. ლადო არა. ანდრო მოიცა და ვის მხარეს აპირებ ბრძოლას? ლადო
ვის მხარესაც ალაჰია. ანდრო და ვის მხარეს არის ალაჰი, მე მგონი თავის მყარი პოზიცია არც აქვს. ლადო მის მინე მე სხვა ადამიანი ვარ. ამიერიდან მე სხვა სახელი მქვია, ამიერიდან ალაჰის ნებას ვემორჩილები. ანდრო და მისი ნებაა რომ სირიაში წახვიდე, ლადო ხო. ანდრო რა ხო თვითონ გითხრა, ლადო. თებში არ გაქვს, დაუყარე ძაღს საჭმელი. ანდრო კედლიდან ხსნის დეკორატიულ თებს, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული, საჭმელს ყრის და კარადასთან დგამს. ანდრო ბოლოს რომ გნახე, ლადო ბოლოს ვნახე ერთი თვის წინ. ანდრო ხო მერე ერთ თვეში რა მოხდა ისეთი რომ ლადო ადამიანები ერთ წამში იცვლებიან. ანდრო ადამიანები არასოდეს არ იცვლებიან, ისინი სტაბილური არიან, როდის აპირებ წასვლას. ლადო კარადასთან იკუზება და კარადის ქვეშ იყურება. ლადო არ გამოდის, ეი ლეკო გამოდი რა პატარა, ნუ გეშენია. ანდრო შენ გეკითხები. ლადო არ მინდა ახლა ამ თემაზე შენთან ლაპარაკი, ძალიან გამიჭირდება იმის ახსნა თუ რატო ვიქცევი ასე და რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ანდრო და რომ შეეცადო მაინც არ გინდა, ლადო არა. ანდრო როდის მიდიხარ თქო? ლადო დღე-დღეზე. ანდრო რას ნიშნავს დღე-დღეზე? ხომ გაქვს ბილეთი? ლადო კი. რა დაემართა, ხო არ მოკვდა? ანდრო ვინ? ლადო ვინ და ძაღლი ხმა არ მოუღია. დაინახე რომ იქ შეძრა. ანდრო მოიცა, რა დროს მაგის სიკვდილია, თითზე მიკმინა რომ მომყავდა გზაში. ლადო წადი ახლავე აიცარი. ანდრო რა უნდა ავიცრა? ასაცრელი შენ ხარ, რაღაც ისეთ სისულელეს გაკეთებას აპირებ რომ ლადო სულელურად აქამდე ვიქცეოდი, ჩემ ცხოვრებას აზრი არ ქონდა. შენ კიდევ წადი და აიცარი. ანდრო ცდები. ასეთი დიდი სისულელე ჯერ არ ჩაგიდენია, შენთვისაც კი მეტის მეტია, ლადო. რა გვაქცევს ადამიანად? ანდრო ბატონო, ლადო მიპასუხე. ანდრო ღმერთების სახელით ადამიანების დაკლა რომ არა ეგ ნამდვილად ვიცი. ლადო და ვინ კლავს? ანდრო ვინ და ისინი ვისთანაც აპირებ წასვლას ტერორისტები. ლადო აბა ახლა რახან რელიგია შევიცვალე და მუსლიმი გავხდი? ანდრო რა გახდი? ლადო მუსლიმი ავტომატურად ტერორისტად ვიქეცი ხო? აი ყოჩახ, აი ამიტომ მივდივარ. ანდრო ეგ შენი ISIS-ია თუ რა ჯანდაბაც არის, ეგ არის უკანასკნელი ნაძირლების თავშესაფარი, ის ვიდეოები მაინც არ გაქვს ნანახი. ლადო მაქვს, ანდრო მერე, რა მერე? ანდრო მერე ეგ შენი სიტყვებით რო ვთქვა, ეგ გვაქცევს ადამიანად, ეგ დანაშაული და სასჯელი მაინც არ გაქვს წაკითხული. ლადო იმ საზიზღარ ბებერს რომ კლავს ის ტიპი იქ გავჩერდი. და შენი აზრით რა გვაქცევს ადამიანად? რა ის რომ დედას ძუძუს წოვდით? არა. ის რომ ვიჯვამდით და მერე გადაბეჭვიეთ, ან ვერ გადაბეჭვიეთ? არა. ის რომ რაღაც ასაკში დავიწყეთ 1000-ჯერ, 10000-ჯერ, არა, არც ეგ. აბა რა გვაქცევს ადამიანად? ანდრო რას მეკითხები, როგორ ჩანს გაქვს შენ პასუხი და მითხარი. ლადო ის რომ რაღაც დიდ მიზანს ვირჩევთ. ანდრო რა მიზანს? მიზანს, ანდრო, როგორც დიდი კლასიკოსი იტყო და მიზანი ერთია დიადი ნათელი, ხომ? ლადო კი ეგრეა. ბიჭო, შენ მართლა გააფრინია, ლადო. დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა. შენ გონია ძახს არა აქვს ნოსტალგია, ანდრო. აი ეგ რაღაც შუაშია. ლადო, გონი არავინ ანატრება, გონი არ გძნობს გაზაფხულის წუნს. ჩვენზე უკეთ, გონია მას არ უყვარს დედა ან მამა, ჩვენზე მეტად უყვარს. უბრალოდ მიზანი არ აქვს. აი რატომ არ გამოდის იქიდან? მითხარი, რა მიზანი შეიძლება კონდეს ძახს? უნდა რომ ბურთი გადაუგდო და ამიტომ ყებს, გადაუგდებ და მოგიტანს. მორჩა, ყებას დაიწყებს ისევ, მაგრამ ძაღლი ყებს და ქარავანი მიდის. მიდის შორს, მეც მინდა წავიდე, მიზანი მჭირდება, გაიგი, აღარ მინდა ასე ცხოვრება, ანდრო. მე მიზნების მეტი რა არის? რაღა მაინც და მაინც ვიღაც ბარბაროსების მიზნეს აფრთხებს საკუთარ მიზანს. ლადო, მორჩეთ რა, ანდრო რა მორჩეთ, მე кайფები ხო? ლადო, კარგი. ანდრო დაიფიცე, ლადო, ქრისტეს სამჭვალს გეფიცები. ანდრო ალაჰიც დაიფიცე, ლადო არა. ანდრო რა არა? ლადო დამანები რა თავი, თუ გაგხარ? ანდრო რაც უგა ბიჭო ცოლის პონჩი იქცევი ხო ეგრე რო დაგშორდა ეგრე გინდა იძიო შური ხო ლადო უკვე ძალიან კიდია ჩემი ცოლი ანდრო არ კიდია ვერაცნობიერებ უბრალოდ მარტო საკუთარ ცოლზე კი არ გინდა შური იძიო არამედ თელ სამყაროზე ლადო აი მეტი საქმე არ მაქვს ანდრო აბა იმიტომ რომ ბავშვობაში არ გაქცევდნენ საკმარის ყურადღებას ლადო განებიურებული ბავშვი ვიყავი ანდრო შეიძლება ეგრეც არის მიზეზი იცი რომ პალმირას დედა მოუწმეს აი სხვა ყველაფერს რო თავი დაანებო ლადო პალმირა ანდრო ძველი არამეული ქალაქია, უდაბნოს ქალაქი, ისეთი არქიტექტურაა, ისეთი ნასახლარები და ნანგრევები გაანადგურეს, რომ ლადო, ნანგრევები როგორ უნდა დაანგრიო? ანდრო, როგორ საყდრისი რა იყო? მთელ მსოფლიოში უძველესი ოქროს მომპოვებელი მაღარო არ გაანადგურეს? ისე ჩვენი მთავრობა კი არაფრით განსხვავდება იმ შენი ISIS-ისგან. ლადო, განსხვავდება. ისლამური სახელმწიფო ესთეტიკური ჯანყია, ისინი ავანგარდისტების ოცნებებს ასრულებენ. ანგრევენ მუზეუმებს, შლიან საზღვრებს, ანდრო და ხოცავენ ხალხს. ლადო, იმასთან შედარებით, რასაც სირიაში რეჟიმი ხოცავდა, ეს ზღვაში წვეთია. ანდრო, რას ეძახი ბიჭო ზღვაში წვეთს? რამდენიმე ასეულ ბავშვს, თუ კუდარი ბავშვები არ არსებობენ. რა გჭირს? როდის გახდი ასეთი ჩლუნგი? ნუ არასოდეს გამოირჩეოდი განსაკუთრებულად, მაგრამ ლადო, ის რომ რაღაც შენთვის მიუღებელი არჩევანი გავაკეთე, არ გაძლევს იმის უფლებას, რომ თავზე დამაჯო. ანდრო, მართალი ხარ, რა ჩემი საქმეა? ლადო, ხო. ანდრო, გოიმივარ, რასაყევი საერთოდ, თავში ქვა გიხლია და ზურგზე ჯაჭვები. ლადო, აშურა მისტერია რა ის ახლა შენ მიანიშნებ, ხო მაგას გულისხმობ. რიტუალი თვითგვემით. ეგ მხოლოდ შიიტების რიტუალია. ანდრო და შენ ვინ ხარ? სუნიტი? ლადო, დიახ. ანდრო, ბიჭო, ცხოვრებაში მორწმუნე არ ყოფილხარ. ბიბლია გააქვს წაკითხული? ლადო, არა, სამაგეროდ ყურანი წავიკითხე. ანდრო, მე წაიკითხე ბიბლიას, იქნებ ეგ უფრო შენია, ფაგავად გიტაცადებ. იქნებ გაგისწორდეს. ლადო, არჩევანი მე არ გამიკეთებია. ანდრო, აბა მინ გააკეთა.
მოიცა დაგაძალეს, გაშანტაჟებენ. ლადო, არა, უბრალოდ ეს ბედის წერაა. ან რო აი ნახავთ რა ბედის წერაც არის, რისი გამკეთებელი ხარ, რისი თავი გაქვს შენი ჭირიმე, ლადო, რას გულისხმობ. ან რო სირიაში წამსვლელი შენ ხარ, გდანში ვერ გასულ ხარ, ლადო, ნახოთ. ან რო მე კიდევ შენ ცოცხალ არსებას ვერაფერს დაუშავებ. ლადო, ომში ცისინათელებიც კი ტყვიებივით ანათებენ. ან რო გეთქვა გეივა, რო ეგ არ გამიკვირდებოდა. ლადო, ვითომ რატომ? ან რატომ და ბავშვობიდან ისეთი ნაზი და მზრუნველი იყავი, რომ ხანდახან მართლა ვფიქრობდი, ისე გეი ხო არა ხარ, მართლა მაგიტო ხო არ მიდიხარ. ლადო რა, ანუ მთელი ცხოვრება მალავდი და გაბოროტდი შეიძლება, ლატენტური გეი ხარ, მივხვდი, მიდი და აღიარე, შენს დაისვენებ და სამოქალაქო საზოგადოებაც. ლადო, წადი თავი დამანები. ამ დროს კარზე ზარია, ზარი რამდენჯერმე მეორდება. ლადო, ანდრო მიდის კარის გასაღებად და აღებს კარს. შემოდის ზაღლის პატრონი, მოკლედ. ანუ ამ ნაწყვეტს აქ დავამთავრებ. მთელი პიესა არის აგებული მოლოდინზე, როდის გამოვა გოდო კარადის ქვემოდან, მაგრამ ის არ გამოდის. ეს ისტორია წავიკითხე, იმიტომ რომ მანამდე რაც მქონდა მოფიქრებული რეალურად რაც უნდა მელაპარაკა. ყველაფერი დამავიწყდა ამ შენობის ფონზე. ასე რომ ყოველთვის აკაკუნებენ კარზე, ყოველთვის გააღებენ და ყოველთვის დაველოდებით რაღაცას. სულ სახში რო დავრჩეთ და ოთახიდან არ გავიდეთ, სამყარო ფანჯრიდან შემოგვეჭრება, შემოვა და თვითონ გაგვიყვანს გარეთ. მოკლედ ამით დავამთავრებ, იმიტომ რომ ამ ადგილას სხვა უფრო საინტერესო თემებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. და არა მარტო ვილაპარაკოთ, ჩვენ ხო თხრობით არ ყვებით, არამედ მოქმედებით, ასე რომ წავიდეთ და ვიმოქმედოთ. დიდი მადლობა. ჯორჯიან ამერიკანელოის წარმოგიდგენთ გადაცემას ქუჩის აკადემია.